ამასობაში საქართველოში და სამყაროში რა ხდება მოვყვები ამ ვიდეოში. 12 თებერვალია. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გააკეთეთ დონაციები. ავიწყოთ. რა ხდება ახლა ჩვენთან. ჩვენთან შედარებით სიწყნარეა. ეს სასტვენებით სიარული და გზების გადაკეთვა პრინციპში შეწყდა. აქ როგორც ჩანს იმუშავა 5000 ლარიანმა ჯარიმებმა. 5000 ლარი წარეა, ერთი-ორჯერ რომ მოხდება, უკვე ხალისი გეკარგება. ხო. ესე იგი რუსთაველზე საღამოობით მაინც იკრიბებიან ხოლმე და სასტვენებიდან გადავიდნენ დოლებზე. ხო, ეს გიჟების სტანდარტული ქცევაა, გიჟებს საერთოდ დოლი და ეგეთი რაღაცა მაგრად ევასებათ რა, ეგ ჩვენ უბანში გიჟი ყავდა, სულ დოლზე უკრავდა რა. ხო და ამითი ერთობიან ახლა. ხო, ჩვენი პროარაბული მთავრობა ისევე ემირატებშია. მაგათ გაიკვალეს გზა რა, ისწავლეს ახლა ეს. აბუ-დაბი და აღარ გამოდიან იქიდან. რაღაც სოფლიო მთავრობების რაღაც შეხვედრა და იქ არიან ჩასულ. რა ღონისძიება ეს და ეს პირველად ეს რა. ნუ აი ჩავიდნენ. ხო, ყოფილი ქოც პრეზიდენტი სალომე და ყოფილი ქოც პრემიერ-მინისტრი კახარია მიდიან ევროპაში, ამ კვირაში თუ არ ვცდები 16-ში უნდა გაიხსნას მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებში და იქ აპირებენ რაღაც დისკუსიებში მონაწილეობის მიღებას რა. ახლა თავარ დისკუსიებში ამათ ხანიგებს ვინ ჩართავს, მაგრამ ეს რაღაცა პატარა ოთახში შეიკრიბებიან, ბალტიისპირელებს შეკრიბავენ და მოუყვებიან რომ აი ამ საზიზღარმა ქოცებმა არ გახსნეს მეორე ფრონტი და არ შეიტანეს წვლილი ევროპის უსაფრთხოებაში. რაღაც ეგეთი ბოდვა იქნება რა. ხო, ეხლა უკრაინაში რა ხდებოდა? უკრაინაში დღეს დილით მოკლედ რუსებმა დაარტყეს კიევს ბალისტიკური რაკეტებით. უკრაინელებმა კითხეს ყველა ჩამოაგდეთო, მაგრამ არა, რაღაცებს მოხდა. კაი ძლიერი ხანძრებიც იყო. რაღაც ფოტო და ვიდეო მასალაც ამის ამსახველი დაიდო. უკრაინისთვის რა არის საინტერესო? ზელენსკიც ევროპაში ახლა დღეს უნდა იყოს რამშტაინის ხდომა. უკრაინისთვის დახმარების საკითხებზე იმსჯელებენ. ხო, ამერიკის თავდაცვის მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ამერიკელები არანაირ დახმარებას მე როგორც ვიცი არ გეგმავენ. ხო და მერე ზელენსკი ამ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში უნდა შეხვდეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსს. ხო, ეს ჯეი-დი ვენსი მოკლედ ევროპაში ყავს გამოგზავნილი ტრამპს, რომ ევროპელ ჩინოვნიკებს, რომლებიც ჩვენაი აკაცუკოების გავსად პარალელურ რეალობაში არიან და რაღაც ვერ გაუგიათ რა ხდება სამყაროში, რომ გაუიასნოს ყველაფერი რა. ხო, ჯერ იმაში მიიღო მონაწილეობა იქ საფრანგეთში იყო რაღაც დიდი კონფერენცია ამ ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით და რაღაცის მიიღეს, რომ როგორ შეზღუდონ ეს ხელოვნური ინტელექტი, რომ რაღაც საშიშ რაღაცეებში არ გადავიდეს რა. რა თქმა უნდა, ამერიკელებმა არ მოაწერეს ხელი, არც ბრიტანელებმა. ამერიკა საერთოდ ეგეთი რაღაცებიდან გადის ახლა. რა ახალზე ხელის მოწერა. ჯანმოდან გავიდა, კლიმატის შეთანხმებიდან გავიდა, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოდან გავიდა. რავი, ჰააგას იქით სანქციები დაუწესა. ხო, მოკლედ არ აპირებენ ტრამპი ეგეთ რაღაცებში მონაწილეობის მიღებას. ხო, და ეს ჯეი-დი ვენსი მოკლედ გააიასნებს მაგ რაღაცებს, იქ ურსულას შეხვდა და კიდევ ვიღაც ევროპელ ბიუროკრატებს შეხვდება. რომლებიც ძალიან უკმაყოფილოები არიან. ტრამპმა შემოიღო 25%-იანი საიმპორტო გადასახადი ფოლადზე და ალუმინზე. ხო, და ეს ცუდად შეეხო ევროპასაც, რუსეთსაც, კანადასაც, მექსიკასაც, იქ სამხრეთ კორეასაც. ყველგან შედიოდა ეს რაღაცა და ყველა უკმაყოფილოა და ევროპელები დაიმუქრენ ჩვენც რაღაცა საპასუხოდ ვიზავთო, მაგრამ აი მაგის ასახსნელადა ეს ჯეი-დი ვენსი ჩასული, რომ არაფერი მადიდან სათქმელო არ გამოვა. და ხო შეიძლება გრენლანდიის ამბებიც განხილვაც იყოს.
ამ გრენლანდიას არ ეშვება მოკლედ ტრამპი ეს კი არა და ისლანდიაზეც აქვს რაღაცა პრეტენზიები მგონი ახლა და არ ვიცი მათ რა იქნება. მადა ჭამაში მოდისო. ხო, ერთი ამბავია ატეხილი კიდე ამ ტრამპის განცხადებაზე, რომ პალესტინელები უნდა გაასახლოს 2 მილიონი პალესტინელი იორდანიასა და ეგვიპტეში, ღაზას სექტორიდან და ხო, ებრაელებს ეს ძალიან მოწონთ ეს იდეა, მაგრამ არ მოწონთ იორდანიას და ეგვიპტეს. იორდანიის მეფე იყო ხა ჩასული ამერიკაში, ტრამპ შეხვდა და ხო, რაღაცა ვერ მოიბაზრეს მე მგონი. კატეგორიული წინააღმდეგია იორდანიას და ეგვიპტეც, რომ არ უნდათ რა ეს პალესტინელი ისინი და ხო, ჯერ აპონტია ხა ეს პალესტინელი ჯერ ებრაელებმა გამოაგდეს თავისი მიწებიდან. მე ღაზაში იყვნენ ტოლირებად, ეხლა ღაზადანაც აგდებენ, თან არავინ არაფერს არ ეკითხებათ. მოკლედ. ხო, რაღაც მძევლებზია კიდე ხაიხუი ატეხილი. მოკლედ ეს ხამასი ამ ებრაელ მძევლებს კი უშვებს, მაგრამ რაღაც ძალიან ნელ-ნელა რა კვირაში 3 კაცი და რაღაცა და ხა ულტიმატუმი წაუყენა პრინციპში ტრამპმა აი დღეს არის მგონი ბოლოვა და დღეს თუ არ გაათავისუფლებთ ყველა მძევალსო 12-შიო ტისთვისო ჯოჯოხეთს მოგიწყობთო და რავი მეტი რა ჯოჯოხეთი უნდა მოუწყონ არ ვიცი მაგრამ რაღაცა აქვთ ეთყობა გეგმაში ხო რაღაც ახლო აღმოსავლეთშიდაც თლათ ისე არ არის საქმე რაღაც მშვიდობა კი არის ხა შედარებითი მაგრამ რაღაც დენთის სუნი ტრიალებს საიდან რა აფეთქდება კაცმა არ იცის. ირანის მიმართ ქონდა ტრამპს საკუთარი მკვეთრი განცხადებები. მე ირანის პრეზიდენტისგან წამოვიდა ტოჟე რაღაც ეგეთი საპასუხო ისინი და ხო რა ვიცი, ახლო აღმოსავლეთის სტუდენტის კასრია და ერთი პატარა ნაპერწკალი უნდა რომ კიდე აფეთქდეს. ხო, ამბები აგრეთვე ბალტიის ზღვაში. ხო, იქ რაღაცებს მოკლედ ამ რუსულ ჩtildeოვან ფლოტსა ეს ნავთობს რო ეზიდება იმის მიმართ არის რაღაცა მოქმედებები რაღაც ერთი გემი ფინელებმა დააპატიმრეს ერთ გემზე რაღაც დივერსია მოხდა რუსული საგარეო დაზვერვა იძახის რომ დიდ პროვოკაციას ამზადებენო უკრაინული ნაღმებით უნდათ ერთ-ერთი ტანკერის აფეთქებაო უკრაინელებს დაბრალდებათ მაგრამ ნუ რუსებსაც აი ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყვეს ესა და ამ საბაბით უნდათ აუგზავნონ რუსულ გემებს ბალტიის ზღვაში მოძრაობა რა. ხო. ატყდება ამაზე ერთი ამბავი და ეს ძალიან კაი ამბავია ჩემი აზრით რა. მოკლედ ეს ბალტიისპირეთის ქვეყნები მიხვდნენ რომ საქართველოს მეორე ფრონტის გამხსნელი არ არის და გადაწყვიტეს თავიანთან გახსნან მეორე ფრონტი და ერთმა ხელი მოუმართოთ. რაც უნდათ ის უქნიათ ეხლა ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ფინეთი, შვედეთი და პოლონეთი თუ რუსეთთან ომს გააჩაღებენ ბალტიის ზღვაზე აი დარდი რა რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენ დაგვანებონ თავი რა ეომონ ისტორიული გამოცდილება აქვთ მართალია ცუდად დამთავრდა ხოლმე მათთვის ეს რუსეთთან ომებმა ნუ რახან არ ეშვებიან გააგზელონ არ არის პრობლემა ნუ ერთ 100,000 ტოლვის მივიღებთ ბალტიისპირეთიდან, ფინეთიდან, რავი, შვედეთიდან მოვძანდით ფულიანები ხანი გატოლვილები იქით გერმანიაში და კანადაში. პოლი ჩამოდით. თორე დაიღალა ხალხის ამ უკრაინელ ქალებში სიარულით და იყოს რა არჩევანი ბალტიისპირეთის შვედები კაია, მაგარია. აი ესეთი ამბებია მოკლედ სამყაროში. ამ კვირაში ბევრი რაღაცები გაირკვევა. და როგორ ნიუსები ფიქრობ ბევრი იქნება.